მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ქსოვით დაინტერესებულებო. შემოგთავაზებთ დღეს ყაიზნაღით ქსოვას, ვინც არ იცით და პირველად უყურებთ ამ ვიდეოს, ეს არის ქსოვაში ესეთი ხელსაწყო, რომელსაც ქვია ყაიზნაღი. ეს დაახლოებით იქნება ეს ხელსაწყო 2.5 ზომის. ამ ყაიზნაღისთვის მე შევარჩი ესეთი სისქის ძაფი. ნახევრად შალი, ძალიან რბილი, ძალიან კარგი და მე მინდა რომ ამ ძაფით მოვხსოვო ბავშვისთვის, გოგონასთვის საზაფხულო სარაფანი. დიახ, საზაფხულო სარაფანი, ეს იქნება აჟურული სარაფანი და ვისაც გაინტერესებთ, ჩავუსხდეთ და მოვხსოვოთ ერთად. ანუ მარჯვენა ხელში გიჭირავთ ესეთი ხელსაწყო ყაიზნაღი, ხოლო მარცხენა ხელში თითზე გადახვეული ესეთი ძაფი. ვიწყებთ. პირველ რიგში უნდა მოვხსოვოთ 6 თვალისაგან შემდგარი ესეთი ჯაჭვი. მიყურეთ. ერთი, ორი, 1, 2, 3, 4, 5, 6. მოდით იყოს 7, იმიტომ რომ შეკვრა რომ დაგჭირდება, ამ ჯაჭვის ხო პირველი თვალი იკარგება ფაქტიურად. ახლა რას ნიშნავს იკარგება, აგიხსნით. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. არა, 7. ხო, 7-ია ეს. ახლა წამოვიღებთ ამ თვალს და აქ შეგვაქვს ჩვენ ეს ყაიზნაღი. ამ შემთხვევაში იკარგება ეს პირველი თვალი. კი ბატონო, მიხვდით ხო? მერე შემდეგ ჩვენ ერთი წრე უნდა შემოვუაროთ ამ ჯაჭვს, საჰაერო ჯაჭვს. და როგორ ხდება ახლა ეს? უნდა მოვხსოვოთ ჩვეულებრივად პირველი თვალი მოვხსოვეთ, მეორეც, მესამე, მეოთხე, მეხუთე, სად ვართ? მეექვსე და მეშვიდე. მოვედით აქ. აქ. ნახეთ ახლა, როგორი დიდი ინტერვალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აქ ერთი თვალი უნდა ჩავუმატოთ, რომ ესეთი ინტერვალი არ მოხდეს. თვითონ ქსოვა გაჩვენებთ. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ იყოს ბრტყელი. მე ხომ ხუთს არ ვხსოვ, რომ დავაკლოთ თვლები და მომრგვალებული იყოს, არამედ მე მინდა რომ ბრტყელი ქსოვილი მოვხსოვო. ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? ეხლა ჩვენ უნდა მოვხსოვოთ ნამატიანი თვლები და შემოვუაროთ. ნამატიანი თვალი რას ნიშნავს? ნამატიანი თვალი ეს არის უფრო მაღალი თვალი. 1 ნამატიანი არსებობს, 2 ნამატიანი, 3 ნამატიანი და რამდენიც გნებავთ იმდენი. და იმის მიხედვით იქნება სიმაღლეში გაზრდილი თვალი. ეხლა ასე გავაკეთოთ ჩვენ. 1 თვალი მოვუმატოთ აქ და ავამაღლოთ ეს. რატო ვამაღლებთ ამას? იმიტომ რომ შემდეგი თვალი უნდა იყოს ნამატიანი. ვაკეთებთ ნამატს და შემდეგ თვალში ჩავყავს ყაიზნაღი. გამოვიდანთ ამ 2 თვალში და კიდევ გამოვიდანთ აქ. და გამოვიდა 1 ნამატიანი თვალი. ესეთი მაღალი თვალი გამოვიდა. ხედავთ ხო? შემდეგ ვაკეთებთ ისევ ნამატს, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება. შემდეგ თვალში რომ ამოვიყვანო ნამატიანი თვალი, რომელიც აქ არის.
ეს არის შორი. და ამიტომ სასურველია თვითონ ქსოვილი ითხოვს, რომ აი აქ ამოვიყვანოთ კიდევ დამატებითი თვალი. აი ესე. ვაგრძელებთ, ეხლა უკვე გასწორდა. ხედავთ, გასწორდა უკვე ახარ ითხოვს უკვე აქ ნამაც. ეხლა უკვე ჩვეულებრივად ვაგრძელებ შემდეგ თვალში. შევიყვანთ ყაიზნახს და გამოვიტანთ ნამატიან თვალს. ეხლა წრეზე მივდივარ მე. მე ვგსოვ საარაფნის ერთ დეტალს. კიდევ ვაგრძელებ, ნახეთ, ისევ ინტერვალი გაჩნდა. იმისათვის, რომ შემდეგი თვალი ამოვიყვანო, არის ინტერვალი, აი აქ, შორია ეს. ესეც ითხოვს, აი აქ, კიდევ დამატებითი თვალის ამოყვანას იგივე თვალში, რომელშიც არის წინა თვალი ამოყვანილი. კიდევ შეგახსენებთ, ვიდეო იწერება დამწყები ქსოველებისთვის, დამწყებებისთვის, დაინტერესებული, ქსოვით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აი, ნახეთ, ამოვიყვანეთ ორი თვალი. ესე იგი, აქაც და აქაც ორ-ორი თვალია ამოყვანილი, იმიტომ რომ ქსოვამ ესე მოითხოვა. რომ იყოს ბრტყლად ქსოვილი, ხო გესმით, და არ იყოს ესე თასივით, რომ არ მოიქსოვოს. შემდეგ ვაგრძელებთ. იმისათვის, რომ აი აქ არის ესეთი შორი მანძილი ჩვენ, ესე იგი, ნახეთ, ითხოვს კიდევ, იმიტომ რომ რის საფუძველზე ითხოვს ახლა ეს დამატებას, რის საფუძველზე ითხოვს, ქსოვა იზრდება, დიამეტრი იზრდება და შესაბამისად აქაც თხოვლობს ნაქსოვი მეტს. აქ ჩვენ შეგვიძლია ახლა ან თვალი ამოვიყვანოთ იგივე თვალიდან, ან ესე გავაკეთოთ. საჰაერო ერთი თვალი. მოგესმით? მაგრამ ვინაიდან ჩვენ ახლა წრეზე ვგსოვთ და არ გვინდა რომ სტილი დაირღვეს ქსოვის, ამიტომ ესე უნდა გავაკეთოთ. ხო, ნახეთ, ყველა რიგი უნდა იყოს მოწესრიგებული. ესე არ შეიძლება რომ ორი მოვგსოვოთ ასე, მესამე მოვგსოვოთ ისე, სხვანაირად. ყველა უნდა იყოს ერთნაირად, იმ რიგში ყოველ შემთხვევაში. შემდეგი თვალი შევიყვანოთ ახლა ეს ყაიზნახი ამ შემდეგ თვალში და ისევ ამ თვალში შეგვყავს ყაიზნახი და გამოგვაქვს თვალი. აი ასეთი ხედავთ, ჩანს უკვე ერთი თვალიდან ამოყვანილი ორი ნამატიანი თვალი, აქაც ერთი თვალიდან ამოყვანილი ორი ნამატიანი თვალი და აქაც ერთი თვალიდან ამოყვანილი ორი ნამატიანი თვალი. შემდეგ ვაგრძელებთ. ასევე გავაგრძელოთ შემდეგი თვალიდან ამოვიყვანოთ ესეთი ნამატიანი თვალი. კიდევ აი ესე. ნახეთ. ამასია ხო? მე მომწონს უკვე. აი ასე ვაგრძელებ, ეს არის ესე იგი ეს არის დასაწყისი წრე, რომ ვთქვით, საიდანაც იწყება, ეს არის პირველი რიგი. შეგვყავს ყაიზნახი, შემდეგ ახალ თვალში და გამოვიტანთ ძაბს. კიდევ ვაგრძელებ ასეთნაირად. აი ნახეთ, უკვე გამოისახა ხო რაღაცა ორნამენტი, ხედავთ? ნიშარას გავს. აი. შემდეგ ვაგრძელებთ. იგივე თვალიდან, ესე იგი, ნახეთ რა ხდება, თითო თვალიდან გამოყვავს ორი ნამატიანი თვალი.
აი ჩემო კარგებო, ნახეთ როგორ რაღაცა გამოვიდა მართლა ლოკოკინის ნიჟარას გავს. აი ესე გამოიყურება პირველი რიგი. ჩვენ შეგვიძლია სხვა ფერიც ჩავაყოლოთ და ძალიან მოუხდება. აი მაგალითად მე მაქვს აქ მომარჯვებული შინდისფერი ძაფი. აი ესეთი. ეხლა გავაგრძელებ შინდისფერი ძაფით. და ზუსტად ისე ვაგრძელებ, როგორც გვსოვდით ვარდისფერი ძაფით. თითო თვალში ამომყავს ორ-ორი ნამატიანი თვალი. ჩანს ხო? ხანდახან ამცდება ხოლმე ქსოვა. ნაქსოვის ეს კადრი ეკრანიდან. ნახეთ რა ლამაზი გამოდის უკვე, ხედავთ? აი ესეთი ლამაზუნა გამოდის. ეხლა მე ცოტას კიდევ მივამატებ და დაგიბრუნდებით ისევ. ნახეთ ეხლა ასეთი რაღაცა, მართლა ლოკოკინას გავს და ძალიან მომწონს. ლოკოკინა სხვათა შორის ეზოთერიკაში არის შემოსავლის და ფინანსების სიმბოლო და დაცულობის. შემდეგ ვაგრძელებთ ახლა ნახეთ აქ რაღაცა ესეთი ის არის სიტუაცია რომ ვგსოვდი თითოეულ თითო თვალში ამოვიყვანე ესე იგი ორ-ორი თვალი და აი ამ ადგილას უკვე ნახეთ ამ ადგილას უკვე აღარ მომთხოვა ორ-ორი თვალი ჩვენ ხო გვინდა რომ ჰორიზონტალურად იყოს აი სიფრთხეზე იყოს ეს ქსოვილი აი ნახეთ აქ გადმოწეულია ეს თვალი და კიდევ რომ მოვგსოვო აი აქ ორი თვალი მაშინ უკვე კლიოში გახდება ანუ მოჯუბჯუბებული აი ესეთი გახდება ხო ესე იგი ჩვენ ახლა ასეთი რაღაცა უნდა გავაკეთოთ ძალიან ისე შეუმჩნევლად უნდა გავაგრძელოთ თითო თვალიდან თითო ნამატიანი თვალის ამოყვანა ხედავთ ხო ჩანს ყველაფერი აი ესე გამოიყურება ნახეთ ნახეთ ჩემი შესულმა უნდა ვაღიარო ეხლა უბრალოდ სილამაზის გულისთვის აი აქ პირველი 7 თვალი რომ გავაკეთეთ ჩვენ საჰაერო ჯაჭვი ის უნდა გამეკეთებინა სხვა ფერი თუნდაც ამ ფერი და აი ეს ამხელა თეთრი არ იქნებოდა თუმცა ცუდი არ არის მართლად ლოკოკინას ნიჟარას გავს შეიძლება დავტოვო კიდევაც ასე მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ აი აქ აი ეს წრე იყოს მაგალითად ამფერი ან ამფერი ხო გესმით ყველაფერი გემოვნების ამბავია მოკლედ ეხლა მე წამოვალ და აქამდე მოვალ აი ნახეთ ეხლა
როგორც დაინახეთ, იმისათვის რომ სიბრტყეზე მოვგსოვოთ, ჩვენ დაგვჭირდა თითოეული თვალიდან ორ-ორი ნამატიანი თვალის ამოყვანა. შემდეგ აღარ მოითხოვა ქსოვა და თითო ნამატიანი თვალი ამოვიყვანეთ თითო თვალიდან. ეხლა ისევ ითხოვს. ისევ მოითხოვა ერთი თვალიდან. რატომ მოითხოვა? იმიტომ რომ სიბრტყე გაიზარდა, დიამეტრი გაიზარდა და იმისათვის რომ იყოს სიბრტყეზე ეს ნაქსოვი. ამიტომ ჩვენ უნდა მოვგსოვოთ ისევ და ისევ შემდეგი თვალიდან ორი თვალი ამოვგსოვოთ ნამატიანი თვალი. ნამატი რას ქვია ახლა? შეიძლება დაგვიანებით გეუბნებით. აი ეს არის ნამატი. გესმით? ნამატი. აი ესე იგივე თვალში შევყავს ყაიზნაღი. ასე შემოგარგებო. მიმდინარეობს ქსოვის გაკვეთილი, საჯარო გაკვეთილია, საჯარო ვიდეოა მათთვის, ვინც არის დამწყები მქსოველი. ვინც არის დაინტერესებული ქსოვით. ეს არის ყაიზნაღი. ჩვენ ვგსოვთ ყაიზნაღით, შემოგარგებო. კიდევ შეგახსენებთ ყაიზნაღი 2.5 ზომის, 2.5 მეათედი. ხედავთ როგორი აი ესეთ სიბრტყეზე თითქოს მაგიდაზე დასაფენია, აი რაღაც მაგიდასავით ბრტყელი ქსოვა გამოდის. აქამდე მოვალ და შემოგიერთდებით ისევ. აი ჩემო მეგობრებო, ჩემი საბავშვო სარაფნის ერთი დეტალი აი ესე ჩანს. ესე გამოიყურება. ასეთი უნდა მოვგსოვო რამდენიმე, შეიძლება დამჭირდეს 20-30 და შემდეგ აი ამ დეტალებს ერთმანეთს მივაქსოვ აჟურული ქსოვით და ამასაც გაჩვენებთ. დარჩით ჩემს არხზე, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და შევხვდებით უახლოეს მომავალში. მომავალ შეხვედრამდე.